საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ხართ? მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო. გუშინ ვერ მოვედი. გავიფუჭებ ჭხილი მეგობრებო. ჭხილი ავიწრე, გავიფუჭე, ისე ვიყავი რომ აი არ ვიცი. სულიც კი მკიოდა, სულიც. ხო, ამიტომ ვერ შევძელი თქვენთან მოსვლა. ეხლაც მტკივა, მაგრამ ნუ არა უშავს. იმდენად აღარ. სალამი ყველას მოგესალმებით. და თქვენთან მოვედი სექტემბერზე სასაუბროთ მეგობრებო. სექტემბერი, ქალწულების ნიშანი. ქალწულებო, გილოცავთ თქვენ დღეს. ბედნიერი დაბადების დღეები, ბედნიერი წლები. ყველას სექტემბერში დაბადებულებს მეგობრებო, გილოცავთ. აბა როგორ ჩაიარა დღემ? ჩემო ძვირფასებო. დღემ როგორ ჩაიარა? ოქტომბერი. კი, ოქტომბერი. სექტემბერი. სექტემბერი მეგობრებო. სექტემბერზე გვექნება დღეს გაშლა. დღეს გვექნება სექტემბერზე გაშლა. ტაროს კარტს წავიკითხავ ესე სწორ ფორმაში, ესეთ სწორ მდგომარეობაში მეგობრებო. ასე რომ ჩავიფიქროთ ახლა სექტემბერი. რა გველოდება სექტემბერში? რა შემოვა ახალი სექტემბერში? რა შეიცვლება უკეთესობისკენ? როგორ წავა უკეთესობისკენ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმე, ჩვენი მოღვაწეობა? ხო, კიდევ რა რჩევას მოგცემს სექტემბრისთვის ტაროს დასტა, რომ გავითვალისწინოთ მეგობრებო და მოკლედ ყველაფერი ჩვენს შესახებ სექტემბერში. ვინ შემოვა და ვინ წავა ამ კარებიდან? ვინ გავა? ხა. კარებიდან ვინ გავა? ვინ შემოვა და ვინ გავა მეგობრებო? ეხლა მინდა ჩემს ერთ მეგობარს გადავუზიარო ლაივი. მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი გადაუზიარეთ ლაივი თქვენს მეგობრებს. ასე რომ უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. თითოეული ლაიქისთვის, გამოწერისთვის, საჩუქრებისთვის, კომენტარებისთვის. აი რომ შემოვდივარ და რომ ხვდება იქ თბილი კომენტარები, უთბილესი კომენტარები. უღრმესი მადლობა ყველას. თქვენთან ერთად ვამზადებ კარტებს, დასტებს, რომ თქვენი ენერგია კარგად წავიკითხო მეგობრებო, ასე რომ მე დავიწყებ ახლა. თქვენი დახასიათებით თუ როგორ ენერგიებში ხართ თქვენ. თქვენი ენერგიები მაინტერესებს. თქვენი თუ მომცემთ უფლებას, აი თქვენს ენერგეტიკაში ჩავიხედები მეგობრებო. რომ დავწმუნდეთ თქვენი არის თუ არა ეს გაშლა. перевоплощение, отображение, круговой процесс судьбы. ох, მეგობრებო, სამართლიანობა, აი ვგიჟდები просто. ხო, აქ ხდება უკვე გარდასახვა თქვენი ცხოვრების, თქვენი ენერგეტიკული სიტუაცია ახლა არის, თქვენი ვიბრაციები ისე ტრიალებს თქვენი ბედის ბორბალი მეგობრებო უკვე რომ ყველაფერი იცვლება, შეიძლება იცვლება ისე რომ თქვენ ამას ან ვერ ამჩნევთ, მაგრამ გარწმუნებთ რომ თქვენი ბედის ბორბალი უკვე ტრიალებს, პროცესი უკვე მიდის მეგობრებო. პროცესი უკვე ჩართულია. თქვენი ბედის ბორბალი პროცესი უკვე ჩართულია. კი, და ნახეთ სამართლიანობა ქვემოდან. როგორი კარტია. თქვენ ცხოვრებაში უკვე სამართლიანობა ტრიალებს და თქვენ თუ ვერ ამჩნევთ ამ ყველაფერს ძალიან მალე იგრძნობთ.
კი, ეს არის თქვენი ცხოვრების პრინციპი, შეიცვლება. თქვენი ცხოვრება შეიცვლება სამართლიანად, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. აი ზუსტად მეგობრებო, რაც დაიმსახურეთ, რისთვისაც იბრძოდით, რისთვისაც შრომობდით, რისთვისაც გადიოდით მოლაპარაკებებზე, კონფლიქტურ სიტუაციას აგვარებდით, აგრძელებდით ამ ყველაფერს სასიკეთოდ. ხო, აი მეგობრებო, რესურსები, აი ნახეთ როგორი კარტებია. თქვენ რესურსებს უკვე იბრუნებთ, ისეთ ენერგიებში ხართ. თუ მოლაპარაკებები გინდათ, მოლაპარაკებებს აწარმოებთ. თქვენს რესურსებს დაიბრუნებთ. თუ ეს ენერგია დაკარგული, ამასაც აღიდგენთ მეგობრებო. თუ თქვენ ძალა არ გაქვთ, ან შეიძლება წარსულში არ გქონდათ და ეხლა თუ დაუკვირდებით, უკვე გემატებათ ნელ-ნელა, ასე რომ შეიძლება ჩქარი ტემპით არა, მაგრამ ნელი ნაბიჯებით თქვენ უკეთესობისკენ მიდიხართ მეგობრებო, ან უკვე მოხვედით უკეთესობისკენ, ასე რომ მე ვხედავ აქ თქვენს უკეთესობას, ჩემო ძვირფასებო. მე ვხედავ თქვენს უკეთესობას. ხო, ნახეთ, თქვასავით ძლიერები ხდებით. კი, თქვენი ენერგიები ძალიან მომწონს. კი, აი ის ნაპერწკალი, აი ის ცეცხლი, ის ენთუზიაზმი, აი ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს ჩართულია უკვე მეგობრებო თქვენში. ძალიან მიხარია. კი. ზუსტად, აი ორი სიტყვა ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩართულია, კი. და რატომ უნდა მოგიყვანოთ? მე არავის არ მოვიყვან ლაივის დროს. ანდა ეს ჯერ ვალდებულება რა არის? ამომიყვანეთ. ბრძანებაა თუ როგორია? მომიტევეთ? ძალიან კარგია მეგობრებო, კი, უკეთესობისკენ ხართ. ნამდვილად ხართ, მეგობრებო. მეგობრებო, უყურეთ, ახლა კიდევ გაფრთხილებას მოგცემთ. ეს არავისთან არ უნდა თქვათ. აი, გაფრთხილება. არავისთან არაფერი თქვათ. არც თქვენი სამუშაოს გამოცვლის შესახებ, არც თქვენი ფინანსების გაუმჯობესების შესახებ, არც თქვენი ჯანმრთელობით კარგად ყოფნის შესახებ, არც თქვენი ენერგიის მომატების შესახებ. არაფერი არ თქვათ, არსად მეგობრებო. არაფერი არავისთან არ თქვათ, რას აპირებთ, ან რა გააკეთეთ, ან რა მოიმოქმედეთ, ან რა გინდათ, ან აი მსგავსი. პირში წყალი ჩაიგუბეთ მეგობრებო. ვინმე შეგეკითხებათ რამეს, წაიყრუეთ. ან ეს როგორ გამოგივიდა, ან რა გააკეთე ამისთვის, რომ ეს შენ გამოგივიდა, მე არ გამომდიოდა და შენ როგორ გამოგივიდა. ან ეს როგორ მოახერხე, ან აი ეს სირთულეები როგორ გადალახე. მეგობრებო, არავის არაფერი უთხრათ. დამთავრდა. ხო, ეს თქვენი სიკეთე, რაც აქ აღწერე, ეს თქვენი კარგად ყოფნა, ეს თქვენი უკეთესობა, წარმატებისკენ რომ მიდიხართ, რო ყველაფერი უკეთესობისკენ ეს არც ერთი არავისთან არაფერი არ თქვათ მეგობრებო. რო შეგეკითხებიან როგორ ხარ, არ ამიშავს. დამთავრდა. ერთი სიტყვა მეგობრებო, ისე უნდა გაცეთ ადამიანებს პასუხი, როცა შეგეკითხებიან, რომ მეორეჯერ კითხვა არ დაგისვან. დამთავრდა. ხო. აი ასე. მოგესალმებით ყველას. ანა მარია, რა არის ეს სურათი შეცვალე? ვერ გიცანი? ხო მეგობრებო, კიდევ როგორია თქვენი ენერგიები? კონკრეტული, მოტივირებული, საკუთარ თავსაც უკვე რო თხოვთ ამ ყველაფერს, აი ცხოვრებაში უკვე ძალიან დიდი სტიმული რო გაქვთ. კონკრეტულად იცით თქვენ უკვე რა გინდათ. თქვენ უკვე ხართ იმ გზაზე, რომ კონკრეტულად იცით რა გინდათ. როგორი გინდათ, რანაირი გინდათ და სად გინდათ. ვისთან გინდათ და აი ყველაფერი იცით უკვე. ხო, კიდევ როგორი ხართ? აი მეგობრებო, ნუ რა ვქნა. ნახეთ უბრალოდ. აი რამდენი კარტიც არ უნდა ამოვიღო, ყველა ამოდის სასწაული კარტები. აი
ცხოვრების გაგრძელება, აი სხივის განათება, გზის განათება, აი ტარჟესტვო, აი რაღაცის აღნიშვნა, აი აქ კიდევ ახალი წელის ხო რაღაცის აი რა ვქნა მეგობრებო, აი ნახეთ. აი თქვენი ყველაფერი, თქვენი წარმატება არავისთან არ თქვა მეგობრებო. არავისთან არ თქვათ თქვენი წარმატება მეგობრებო. ეტყობა ჭედავს ინტერნეტი და ეხლა უცებ წამოვიდა SMS-ები ჩემო ძვირფასებო. ხო, აი თუ გინდათ რომ თქვენს ყველაფერს მიაღწიოთ, არავისთან არაფერი არ თქვათ ჩემო ძვირფასებო. აი ის რაც თქვენთან უკვე უკეთესობისკენ მიდის, აი პირში წყალი ჩაიგუბეთ. ხო. იმიტომ რომ არიან თქვენს ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც თქვენი არ უხარიათ კი და ეს ყველაფერი თქვენი წარმატება დაიკარგება მეგობრებო. ნახეთ, შავი ხვრელი გაჩნდება თქვენ ცხოვრებაში ისევ. ამიტომ არავისთან არაფერი არ თქვათ. მეგობრებო, და ეს მიიღეთ გაფრთხილებად. კი, კიდევ ერთ კაც ამოვიღებ. ხო, აი მეგობრებო, თქვენი განთავისუფლება, თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი აი სულიერი თავისუფლება, ბედნიერება, აი იცით რა სიზამთ, აი ტანში ეხლა დამბურძგლა, აი თქვენ ისეთი დრო, თქვენთან უკვე ისეთი დროა მოსული. ხო, ბევრი თქვენთაგანი აი ხელებს აწევს და იტყვის, აი მე გამომივიდა, მაგრამ ეს არავისთან არ უნდა თქვათ, მეგობრებო. აი ნახეთ უბრალოდ. თქვენ ყველაფერი გამოგივიდათ და გამოგდით. ამიტომ ეხლა რაც უკვე გამოგდით, ეს არავისთან არ თქვათ მეგობრებო. კრინტი არ დაძრათ. კრინტი არ დაძრათ. არც ეს სახე აჩვენოთ არავის. თქვენი ბედნიერება არავის არ დაანახოთ მეგობრებო. აი თქვენთვის გიხაროდეთ. ხო. თქვენთვის ჩემო ძვირფასებო. და თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, ჩემო მეგობრებო, გავაგრძელოთ ყურება. თავდაჯერებული, აი ნახეთ მეგობრებო, დასრულდა თქვენი წარსული ცხოვრება, დასრულდა თქვენი რთული პერიოდი, სიმძიმეები დასრულდა. ეხლა ხართ ძალიან თავდაჯერებულები და სამყარო თქვენთანაა, ასე რომ არ ინერვიულოთ. ხო, ესეთი იყო თქვენი დახასიათება და თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, ჩემო ძვირფასებო, რა ვქნა, აი კარცხელიდან ვერ ვუშვებ. ქვასავით ძლიერები ხართ, თქვენ ეხლა უკვე ვერაფერი გაგაჩერებთ. თქვენ უკვე всё მეგობრებო, წინ, მხოლოდ წინ და წინ. დაბრკოლებები თქვენ უკვე აღარ შეგაშინებს, თქვენ უკვე ყველაფერს გაუძლებთ, ყველაფერს გადალახავთ და ყველანაირი პრობლემა თქვენი უკვე მოგვარებულია. არ დაიგვიანი უბრალოდ წინა სიტყვას მოუსწარი ბოლოსკენ, ასე რომ არ ინერვიულოთ, ჩემო მეგობრებო, მე ამ ყველაფერს ავტვირთავ YouTube-ზე და შეგიძლიათ თავისუფლად უყუროთ, მოусმინოთ. მოგესალმებით ყველას, უღრმესი მადლობა ყველას, ჩემს გვერდით, აი თქვენი ოცნებები. ნუ რა ვქნა, მეგობრებო, აქაც ფარულობის კარტია და გაუფრთხილდით თქვენს გეგმებს, თქვენს სურვილებს, თქვენს ოცნებებს. არავის არ უთხრათ, მეგობრებო. ხო, ეხლა მე ის კარტი უნდა დავდო აქ წეღან, რაც ამოვიდა თქვენი. აქ მინდა დავდო, მეგობრებო. ძალიან მინდა რომ დავდო აქ. ერთი წუთით. ერთი წუთით ჩემო ძვირფასებო აგერა. აი ეს კარტი მინდა დავდო აქ. ხო, აი ასე. და ვიწყოთ. დღევანდელი ჩვენი საჯარო სეანსი არის სექტემბერი. ქალწულების ნიშანი. ვინც ქალწულები ხართ? საღამო მშვიდობის მორიელი, მშვიდობა მოგცეს უფალმა, როგორ ხარ? მორიელ, როგორაა შენი საქმეები? მივდივართ წინ თუ ისე ვიქვართ? როგორაა შენი საქმეები? მივდივართ წინ თუ ისე ვიქვართ?
ხედავ. აი ეხლა ხედავ. მოგესალმებით. ორიელ როგორაა საქმე? ორიელი. ისევ იქ დგახარ თუ მიდიხარ? აჰა. მოკლედ. კარგი, ჩემო ძვირფასებო, დავიწყოთ ახლა სექტემბერი. აბა როგორი იქნება ხვალიდან 1 სექტემბერი, თვის პირველი დასაწყისი, ზოდიაქოს ნიშანი, ქალწულები. აბა ქალწულებო, როგორი იქნება ხვალიდან 1 სექტემბერი, თქვენი სექტემბერი. ოხ. აი, მეგობრებო, ის რაზეც ნერვიულობდით, ის გზა, რომელიც სირთულეებზე გადიოდა, სიძნელეებზე, რაზეც ნერვიულობდით, რაზეც ღამები არ გძინავდათ, ეს არის მზავრობა, გზა, რომელიც წყალზე გადის, გზა, რომელიც რთული გადასალახია, გზა, რომლის შემდეგადაც, ამდენი ნერვიულობის შემდეგადაც გელოდებათ უკვე გამარჯვება და ამოსუნთქვა. აი ეს დამთავრდება ხვალ თქვენთვის. კი, შემდეგ დაისვენებთ მეგობრებო, ხვალიდან დაისვენებთ. კი, დამთავრდება ეს რაღაც დამწუხრებული სევდიანი პერიოდი. კი, აუცილებლად მოვა განკურნება, მოვა სილაღე, მოვა დახმარება, ეს არის დახმარება, მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გამოგიწვდით დახმარების ხელს. აბატონო? ეს შეიძლება იყოს პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი და მეგობარი. დაქალი, ძმაკაცი, არ ვიცი ვინ, ვიღაც მოვა და გამოგიცდის დახმარების ხელს. კიდევ. არ აქვს მნიშვნელობა წყუპები ხართ თუ ვინც ხართ, მეგობრებო. უბრალოდ სექტემბერი როგორი იქნება ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიყურებთ, ჩემო ძვირფასებო. ეს გაშლა ეხება ყველას. უბრალოდ გავამახვილე ყურადღება ქალწულებზე, იმიტომ რომ სექტემბერი არის ქალწულების ნიშანი. თორემ გაშლა ეხება ყველას, მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი თემა არის სექტემბერი. რას მოგვიტანს სექტემბერი? შეუძლია ყველას უსმინოს. კიდევ რა იქნება სექტემბერში? სექტემბერში ის იქნება, რომ მეგობრებო, პრობლემების მოგვარება. თითქოს რაღაცას, რაც არის დაპაუზებული. ხო, თუ კი დაპაუზებული გაქვთ ფინანსები, მეგობრებო, აქ პაუზას მაჩვენებს ფინანსებზე, ეს ფინანსები წამოვა. თუ კი ურთიერთობას ეხება, ესეც წამოვა, მეგობრებო. მანიპულაციები. თქვენ მოკიდებთ თქვენ ცხოვრებას ხელს და თქვენივე მანიპულაციებით გაუდგებით, მეგობრებო. აი თქვენი სიმშვიდე, აი თქვენი წარმატება, აი თქვენი წინასწარმეტყველება. ანუ თქვენ უკვე იმ გზას ადგახართ, ჩემო ძვირფასებო, რომ მოკლედ ამ გაშლების ყურებით, ნებისმიერი გაშლების ყურებით, თქვენ უკვე გაგინვითარდათ წინასწარმეტყველური ნიჭი, ასე რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მაგები, თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით რა და როგორ გინდათ, სად გინდათ, როგორ გინდათ, ზოგადად ყველაფერი უკვე იცით, ყველაფერი იცით წინასწარ მეგობრებო. მოკლედ რა მინდა გითხრათ? თუ კი რომელიმე თქვენთაგანმა ჩაიტარა, ეხლა მინდა გავამახვილო ყურადღება წმენდებზე. რიტუალები, წმენდები, მეგობრებო. ეს ძალიან კარგად უკვე მოქმედებს თქვენზე. ანუ დადებითად მოქმედებს თქვენზე და იმოქმედებს. რიტუალები ნიშნავს წმენდებს. ვინც წმენდები ჩაიტარეთ, უკვე ბალანსში მოდიხართ. და ნახავთ სიმშვიდეს კი. ეს ამ წმენდების ჩატარებამ თქვენზე ძალიან კარგად აისახა, მეგობრებო, იმიტომ რომ ნახეთ დაბრკოლებებიდან გამოსვლა გააქვთ. გამოსვლა გააქვთ აი ამ შეჩერებული და პაუზებული სიტუაციიდან, ამ რაღაც ჯებირებიდან, იქ სადაც დაბრკოლებები გქონდათ. თქვენ გადიხართ ამ დაბრკოლებიდან, მეგობრებო. სექტემბერი. გადიხართ, მეგობრებო. ამ დაბრკოლებებიდან გადიხართ. ეს დაბრკოლებები იყო, მეგობრებო, აი ადამიანების ნეგატივით, ოსტატობით, ვინ ხელი ჩაიავიხართ. ეს დაბრკოლებები იყო, მეგობრებო, აი ადამიანების ნეგატივით, ოსტატობით, ვინ ხელი ჩარია, ვინ ცხვირი
ხო, ნახეთ მეგობრებო, კრუნჩხვები აქვს კი, ვინ მაგიის ქვეშ იყო, ზედმოქმედების ქვეშ მეგობრებო, ეს ყველაფერი დასრულდება მეგობრებო. დასრულდება, ჩემო ძვირფასებო. და აუცილებლად ნამდვილად იყო თქვენ ცხოვრებაში ადამიანების ჩარევები, მაგიები, მეგობრებო, ზემოქმედება იყო კი, რამდენიმე ადამიანის არ გამოვრიცხავ კიდე. ამიტომ ვინც წმენდები ჩაიტარეთ, ეს ძალიან კარგად უკვე აისახება თქვენ ცხოვრებაზე. კიდევ სექტემბერი რას მოგიტანთ? თითქოს რაღაც ამბავს ელოდებით, მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ მეგობრებო ადამიანიდან, რომელიც სითავისუფლეს მოგცემთ. აი რაღაც ამბავის გაგებით თქვენ ამოისუნთქებთ და აი განოლდებით, განთავისუფლდებით ამ ტვირთიდან, აი ამ ნერვიულობიდან განთავისუფლდებით. აი და ამის შემდეგ რაღაცა ცხოვრებას ძალიან ადვილად, ძალიან აი თავისუფლად გააგრძელებთ. თითქოს ამ ამბის გაგება თქვენზე ძალიან დადებითად იმოქმედებს, აისახება და შვებას იგრძნობთ და თქვენს ცხოვრებას ძალიან ისე გააგრძელებთ. აი რო იტყვიან. ხო, ამ ამბის გაგება ეს არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რა ამბავსაც თქვენ გაიგებთ, ეს თქვენ მოგიტანთ სიმშვიდეს, მოგიტანთ ბალანს, რის შედეგადაც ცხოვრებას გააგრძელებთ ძალიან ისე, ძალიან აი თავდაჯერებული რო იტყვიან, თითქოს ვა რა მაგარიაო და ანდა ხო რა აი რაღაცნაირად მეგობრებო, აი ვერ ვხსნი ახლა ამ ყველაფერს. და ეს ამ ამბის გაგება თქვენს ცხოვრებაზე იმოქმედებს კიდევ იმ მხრიდან, რომ თქვენი ბედის ბორბალი რაღაც უცებ დატრიალდება თითქოს და ამ ამბის გაგება თქვენს ბედს შეცვლის. თქვენს ცხოვრება შეცვლის, მეგობრებო. რაღაც მნიშვნელოვანი ამბის გაგება, თქვენ შეიძლება ამ ამბავს ელოდებით. ან არ ელოდებით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ელოდებით, არ ელოდებით, არა, ამას აი მეგობრებო, ეს არის თქვენი ოცნება. თქვენი ოცნება. აი თქვენი იმედი, აი თქვენი ცხოვრების შეცვლა, აი თქვენ ელოდებით ადამიანს, მნიშვნელოვან ადამიანს, ამ ადამიანიდან ელოდებით სიყვარულს და ამ მოსიყვარული ადამიანიდან ელოდებით ამბავს, თქვენ ამ ამბავს გაიგებთ, არ ვიცი რა ამბავს გაიგებთ. კარგის გაგება გინდათ თუ ცუდის გაგება ეს თქვენიცით უფრო ეხლა რა გაგახარებთ და თქვენ ამ ამბის გაგებით მეგობრებო ამოისუნთქებთ. ეს არის თქვენ გწამთ რომ ამ ამბავს გაიგებთ. თქვენ გწამთ რომ ეს ასე იქნება. აქ ტყუილად არ ამოვიდა ის რომ ეს არის манипуляციები და ეს არის იმის წინათგრძნობა რაც თქვენ იცოდით და რასაც თქვენ ელოდით. ახლა თქვენ ამ ამბავს ელოდით. თქვენ რატომღაც იყავით დარწმუნებულები რომ ეს ამბავი ასე მოხდებოდა. უბრალოდ დროის ფაქტორი იყო, როდის იქნებოდა, არ იცოდით. ამიტომ დადგება სექტემბერში ზუსტად ამ თვეში ის დრო, რომ თქვენ ამ ამბავს გაიგებთ, რასაც ელოდით. ამ ამბის გაგება თქვენ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და ამ ამბის შეცვლით და ამ ამბის გაგებით თქვენთან ადამიანი მოდის სიყვარულით, ნუ რა ვქნა, ეს არის თქვენი რწმენა, ეს არის მნიშვნელოვანი გეგმები, ეს არის მნიშვნელოვანი გეგმა და იმედი, რასაც თქვენ მნიშვნელოვნად ელოდებით, მთელი ემოციებით, მთელი სიამოვნებით, ბედნიერებით და ძალიან კმაყოფილი იქნებით, ამით თქვენ მოკლეთ. ერთი წუთით მოვალ ახლა. ხო, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ეს მოხდება სექტემბერში. ეს მოხდება სექტემბერში. კიდევ რას უნდა ველოდოთ სექტემბერში, მეგობრებო, ძალიან კარგი, ძალიანაც კარგი. ხო, ეს არაფერი არავის არ უნდა უთხრათ. ამას ხშირად შეგახსენებთ. ამ ამბავს რაც აქ ვთქვი, როდესაც თქვენ გაიგებთ. არავის არ უნდა უთხრათ, მეგობრებო. ეს თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, რასაც ელოდებით. ზოგადად კრინტი არავისთან დაძრათ, მეგობრებო. ხო, იმიტომ რომ არის მოახლოებული რაღაც მოულოდნელი ამბები. თქვენ ამ ამბებს ელოდებით, მაგრამ უბრალოდ უკვე ახლოსაა, მეგობრებო, ძალიან ახლოს ხართ.
კიდევ რა იქნება სექტემბერში? სამართლიანობა. ნუ რა ვქნა? აი, სამართლიანობა. სამართლიანობა აღდგება სექტემბერში. ხო, სამართლიანობა. ნუ რა ვქნა? აი, სამართლიანობა. სამართლიანობა აღდგება სექტემბერში. ხო, სამართლიანობა ნუ კრუნჩხვები, ნუ კრუნჩხვები. მოუთმენლად ველით ამ ამბავს ვყეთ მეგობრებო, ხო? ხო, ასეა. ხო. სამართლიანობა უნდა იზეიმოს და კიდევ ეს არის თქვენი დამსახურებული ჯილდო. ხო გეუბნებით, კარგი ამბავია თუ ცუდი ამბავი, არ ვიცი რას ელოდებით, ვის რა ამბავს ელოდებით, რა გადამწყვეტ ამბავს ელოდებით, მაგრამ ზუსტად ისე გადაწყდება, როგორც თქვენ ფიქრობთ. ზუსტად ისე დაგვირგვინდება ის ამბავი, როგორც თქვენ გინდათ. ზუსტად ისე ისამართლებს სამართლიანობა, როგორც თქვენ გეკადრებათ, როგორც თქვენ გჭირდებათ, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. აი სწორად, სწორი როგორცაა სამყაროდან, ზუსტად ისე იქნება ყველაფერი მეგობრებო. ხო? მოდის მეგობრებო, მოდის ადამიანი ფინანსებით, სტაბილურობით, მოდის ადამიანის სიყვარულით და ემოციებით და თქვენ ამ ადამიანს ელოდებით. აი ის მოდის, ვისაც ელოდებით. რამდენი ხანი ელოდებით მეგობრებო? ზუსტად იმას ელოდებით და ის მოვა ზუსტად ვისაც ელოდებით. ვისაც ელოდებით, ხო? თქვენ დაკავებული ხართ თქვენი საქმიანობით, უბრალოდ იცით რომ ეს ადამიანი მოვა და ელოდებით. მაგრამ თქვენ საქმეს აკეთებთ. ლოდინ იმას არ ნიშნავს, ახლა ზიხართ და ელოდებით არაფერს არ აკეთებთ. თქვენ ყველაფერს აკეთებთ თქვენი ცხოვრებისთვის, მაგრამ იცით რომ ეს ადამიანი მოვა და ზუსტად მოვა მეგობრებო. ხო, მოვა. მოვა, აბა საწავა. კარგით, მოვა. მოდის. ეხლა მინდა გავამახვილო ყურადღება ამაზე. აი, მინდა გავამახვილო ყურადღება ეხლა ამ ადამიანზე. ეს ადამიანი ვინც მოვა. სამყარო როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას? თქვენს ურთიერთობას როგორ ხედავს? თასების რაინდი და ცხრიანების მონეტა. მონეტების მეფე. როგორ ხედავს მეგობრებო და თქვენ უფრო მეტი შრომელი ხართ. თქვენ უფრო მეტი მიღწევები გაქვთ ვიდრე ამ ადამიანს. თქვენ ხართ უფრო ფინანსებზე გადართული და ეს ადამიანი უკვე ემოციებზეა გადართული. ანუ ამ ადამიანს ემოციები უნდა. ხო, სამყარო კი მეგობრებო. კი მეგობრებო, სამყარო ხედავს თქვენს ურთიერთობას. როგორადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენს ურთიერთობას სამყარო ხედავს. სამყარო უფრო ისე თქვენს გვერდითაა უფრო სამყარო. კარგით, ახლა მაინტერესებს ამ ადამიანის მოსვლის მოტივი. ნუ მოდის, ასე მოდის, კარგით, მაგრამ ამ მოსვლას სამყაროს მოყავს თქვენამდე, იმიტომ რომ ესეა საჭირო. კი, მეგობრებო, მაგრამ ახლა მოტივი, მისი მოტივი. ამ თქვენი პარტნიორის მეგობრებო მოდის. მოდის. პასუხისმგებლობისთვის მოდის მეგობრებო. იმპერატორობით მოდის. კი. მოდის. იმპერატორობით მოდის ეს ადამიანი. ძალიანაც კარგია. პასუხისმგებლობის ასაღებად მოდის. ეხლა მაინტერესებს, მინდა ვკითხო კარტს, ტაროს. აბა ტარო რას გვეტყვის? დასაჯერებელი თუ არის ამ ადამიანის პასუხისმგებლობა? თუ არის დასაჯერებელი ამ ადამიანის პასუხისმგებლობა? სექტემბერში მოდის ეს ადამიანი და თუა დასაჯერებელი? ოხ, მეგობრებო. მეგობრებო, ნუ რა ვქნა ახლა? ნუ მეგობრებო, ახლა მინდა გაჩვენოთ. აი მეგობრებო, აბა ახლა შეხედეთ ახლა. ადამიანი ფიქრობს, მოვიდეს პასუხისმგებლობით და უკან არის ტყუილები. ახლა როგორ ფიქრობთ თქვენ? ხო. ახლა რაც მე ვიფიქრე ისაა, ხო? ესე იგი, ადამიანი მოდის თქვენთან, იმიტომ რომ თქვენი დაიბრუნოთ, ანუ თქვენი სამართლიანობა აღდგეს, ხო? ამისთვის მოდის თქვენთან, ხო, მეგობრებო? ხო, რომ დაისვენოთ. ამ ყველაფრიდან ამოისუნთქოთ. თუმცა ეს ადამიანი მოდის რომანტიკისთვის, ეს ადამიანი მოდის ურთიერთობისთვის, ეს ადამიანი მოდის ხო დასასვენებლად, სადმე დაგპატიჟებთ, იბედნიერებთ, იხალისებთ, მაგრამ კარგად დააკვირდით ამ ადამიანს ვისთვის მოდის მეგობრებო. აქ არის არა ჯანსაღი ურთიერთობა, მიჯაჭვულობა, ხო.
თუმცა ემოციებით მოდის, მოდის. კი, თქვენთან ემოცია აქვს ამ ადამიანს, თქვენზე მოჯაჭულია და თქვენს გარეშე არ შეუძლია და მოდის. კი, მეგობრებო, ოჯახისთვის მოდის. მას არ შეუძლია უთქვენოთ და იმიტომ. ამ ადამიანს უთქვენოთ არ შეუძლია. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კი, შეიძლება მოდის უბრალოდ რაღაცები მოგატყულოთ, ან შეიძლება წარსულში მოგატყუათ რაღაცები, მეგობრებო, და ამაზე ძალიან ბევრი იფიქრა და იმისთვის მოდის რომ უთქვენოთ არ შეუძლია. უბრალოდ ეს მიჯაჭვ, ან შეიძლება წარსულში მოგატყუათ რაღაცები, მეგობრებო, და ამაზე ძალიან ბევრი იფიქრა და იმისთვის მოდის რომ უთქვენოთ არ შეუძლია. უბრალოდ ეს მიჯაჭვულობა ხო, უბრალოდ ეს მიჯაჭვულობა არ მომწონს. ესე იგი სექტემბერში გამოჩნდება პარტნიორი. ძალიანაც კარგი. ბევრი, აბა მოდი ვნახოთ ახლა. თქვენ თუ უნდა მიიღოთ ეს ადამიანი, კი, მოდის ოჯახის შესაქმნელად. კი, მეგობრებო, პასუხისმგებლობით მოდის, ოჯახის შესაქმნელად მოდის. თქვენ თუ უნდა დაიბრუნოთ ეს ადამიანი, თქვენ თუ უნდა მიიღოთ, მაინტერესებს. თქვენ ამ ადამიანზე ძალა გაქვთ. თქვენ ამ ადამიანზე ძალა გაქვთ, მეგობრებო. თქვენ თუ კი გინდათ თქვენი ნებისმიერი სურვილის ასრულება შეგიძლიათ. თქვენ თუ უნდა მიიღოთ და უკან არ დაიხიოთო, ამბობს კარტი. უკან არ დაიხიოთ. არაფერზე უკან არ დაიხიოთ, მეგობრებო. თუ თქვენ ამ ადამიანის დაბრუნება არ გინდათ, ეხლა ბევრს არ უნდა, მაგალითად, ხო? უბრალოდ ამ ადამიანის დაბრუნება ხდება სამყაროდან, იმიტომ რომ თქვენი ძალა დაიბრუნოთ, თქვენი დაკარგული ენერგია დაიბრუნოთ. სამართლიანობა აღდგეს მისი დაბრუნებით. რომ ამ ადამიანს ვალი აქვს დასაბრუნებელი თქვენთან იმისთვის, რომ ხო, ვის რა ვალი აქვს? ეს ზოგს ფინანსების ვალი აქვს. ხო, გითვალთვალებთ ეს ადამიანი კიდე. ზოგს ფინანსების ვალი აქვს, ზოგს ენერგეტიკული ვალი აქვს, ზოგს ძალიან ბევრი სიყვარული აქვს გაცემული და ეხლა პირიქით უნდა მოხდეს. თქვენ აღარ უნდა გიყვარდეთ და ამ ადამიანს უნდა უყვარდეთ და კატათა გობანა ვითამაშოთ ეხლა, ხო? ანუ თქვენ ამით თქვენს ძალას დაიბრუნებთ, თქვენ დაკარგულ დროს დაიბრუნებთ, თქვენს ენერგიას დაიბრუნებთ, თქვენს ყველაფერს დაიბრუნებთ, ზოგი ფინანსებს დაიბრუნებს, ზოგი ოჯახს დაიბრუნებს, ოჯახში დაბრუნდება, ზოგი სტაბილურობას დაიბრუნებს და მოკლედ გამარჯობათ და ეს არის ტრანსფორმაცია. კი, მეგობრებო, უეცრად, უცებ მოხდება ეს ყველაფერი. თქვენ უკვე გაიარეთ თქვენი ტრანსფორმაცია და ეხლა ეს ადამიანი გადის მის ტრანსფორმაციას, ამიტომ ჩემო მეგობრებო, ეს ადამიანი უნდა მოვიდეს თქვენამდე, ყველა ვარიანტში უნდა მოვიდეს თქვენამდე, რადგან თქვენი სამართლიანობა უნდა აღდგეს. ხო. ძალიან ბევრ ამას გიმალავდათ ეს ადამიანი, გიმალავდათ რომ უყვარდით, გიმალავდათ რომ უყვარხართ, ყველაფერს გიმალავდათ. გიმალავდათ იმას რომ ძალიან ცუდად იყო და ამის თქმა როგორ შეიძლება ახლა იმპერატორი ამას როგორ იტყვის რომ აი მე ცუდად ვარ, ცეცხლი მიკიდია და მოდი და ჩააქრე. ხო. ამას როგორ იტყვის, მეგობრებო, არ არსებობს. ხო, ამიტომ მისი დაბრუნება იცოდეთ, რომ ამას არც ახლა გეტყვით. უბრალოდ მოვა პასუხისმგებლობით და თქვენ მიხვდით თქვენითვე, რომ ეს ასე არის. ხო. ხო, თავისი სიჯიუტით. მოვა, კი, ისევ იმ სიჯიუტით მოვა. ისევ იმ ბრძოლით მოვა, აბჯარ ასხმული მოვა, მეგობრებო, კი. თუმცა ძალიან გაუბედავია, ფიქრობს, მოვიდეს, არ მოვიდეს, მაგრამ მაინც მოვა. მაინც მოვა, მეგობრებო, კიდევ რა. კი, მოვა პასუხისმგებლობით. კი, მოვა, იმიტომ რომ კოშკი აქვს, მეგობრებო. კოშკი აქ ნგრევებშია და ახალი დასაწყისი, ახალი ეტაპი დაიწყება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი ხო გეუბნებით, თქვენ უნდა დაუცუცხუნოთ, მეგობრებო. თქვენ არც ისე თბილად არ უნდა მიიღოთ ეს ადამიანი. თუ გინდათ ამ ადამიანთან მართლაც სამომავლოდ იყვეთ ერთად, თქვენ ეს ადამიანი ასე გულთბილად, ისე თბილად არ უნდა შეხვდეთ. არ უნდა აგრძნობინოთ მას თქვენი სიყვარული, არ უნდა დაანახოთ. აი ესე უნდა დახვდეთ თქვენ. ხო, კიდევ? ხო, ეხლა მან უნდა იბრძოლოს. იმისთვის რაც დაკარგა, იმისთვის რაც არ ასრულდა, იმისთვის რასაც აქამდე არ გაძლევდათ. ეხლა თქვენ უნდა იყოთ პირიქით, შეცვალოთ უნდა პოზიცია, მეგობრებო. ხო და ამით აისრულებთ ოცნებებს. ბატონო. ხო,
შეცვალოთ უნდა თანამდებობა. აქამდე თუ თვითონ მანიპულირებდა, ეხლა თქვენ მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში ასე ხელგაშლილი მოდი ჩემო სიყვარულო. ოღონდ მოდი და იყავი. ეს არ გააკეთოთ. საერთოდ არ აგრძნობინოთ რომ ელოდებოდით. საერთოდ არა მეგობრებო, ნახეთ, აი ესე დახვდით ზუსტად ტროლზე დამჯდარი. ხო და ეხლა მანიტეხოს კი სერი და მანიფიქროს ეხლა თუ რა გააკეთოს. აქამდე თქვენ ხო ზრუნავდით, ეხლა მანიფიქროს. კი მეგობრებო, აქ სიყვარული არის. მაგრამ მან უნდა ინერვიულოს ეხლა ამ ყველაფერზე, მან უნდა იმუშაოს ეხლა ამ ყველაფერზე, ხო? თქვენ არა მეგობრებო, თქვენ თუ გინდა გაიმარჯვოთ, ეხლა მას უნდა აცადოთ ამ ყველაფერზე ფიქრი და ნერვიულობა. თვითონ იფიქროს, თვითონ ინერვიულოს, თვითონ იტკინოს, ხო და თამარის არ იყოს თვითონ ყველაფერზე ფიქრი და ნერვიულობა. თვითონ იფიქროს, თვითონ ინერვიულოს, თვითონ იტკინოს, ხო და თამარის არ იყოს თვითონ ხო მეგობრებო, ნუ კრუნჩხვები აქ, ყოველთვის აქ, ამას ამ ბოლოს აქ კრუნჩხვები, კი. სექტემბერში უფრო ექნება კრუნჩხვები, შიში ექნება, ისეთი შიში ექნება მეგობრებო, რო არ თქვათ, მაგრამ ეს ადამიანი თქვენსკენ იხედება, კი. აი თავზარდამცემი იქნება მისი გამოჩენა თქვენ ცხოვრებაში. თავზარდამცემი მეგობრებო, ამბობს რომ არავის არ დაგთმობთ, არ დაუთმობს თქვენ თავს, იხედება თქვენსკენ. აი პირი დაგჭება დღეა ეს ადამიანი ისე გამოჩნდებათ. კი, თქვენ კი ელოდებით, მაგრამ მაინც თავზარდამცემი იქნება ეს ყველაფერი. ძალიან დიდ დანაკარგებში მეგობრებო და თქვენთანს არავის არ დაუთმობს. რამდენადაც არ უნდა წასულიყო თქვენგან გულგატეხილი მეგობრებო. არ იფიქროთ რომ ძალიან ბევრი, აი ნახეთ, იმ სიტუაციით როგორაც წავიდა თქვენგან და გულგატეხილი წავიდა, დაგტოვათ მეგობრებო, ეხლა ნახეთ როგორ ევედრება უფალს რომ თქვენთან შანსი მიცეს უბრალოდ ურთიერთობის. ხო და მეგობრებო, მოდის ეს მოქმედებისაა მეგობრებო, ხმლების პაჟი. შეიძლება ასაკობრივი სხვაობა იყოს, მენტალური სხვაობა იყოს, რელიგიური სხვაობა იყოს, შეიძლება იყოს გონებრივი სხვაობა. ნუ ეს ადამიანი ახლა თქვენ უფრო გონება გამჭრიახები ხართ. ეს ადამიანი შეიძლება ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს და თქვენ პირიქით ჯერ ფიქრობთ და მერე მოქმედებთ, ხო? მოკლედ ამ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო თქვენსკენ. მაგრამ ეხლა თქვენი გადასაწყვეტია მიიღებთ თუ არა. ხო, ეს გადაწყვეტილება ეხლა ორივე მხარეზე მოქმედებს. ამ ადამიანმა გადაწყვიტა რომ იმოქმედოს და თქვენი გადასაწყვეტია მიიღებთ თუ არა ამ ადამიანს. იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდათა უთქვენოთ. ამ ადამიანს ფინანსებიც დაკეტილი აქვს უთქვენოთ. ძალიან ცუდ სიტუაციაშია უთქვენოთ. ძალიან ნერვიული ფონი აქვს, სტრესი, ნერვიულობა, უფულობა, ასოზე აქვს ყველაფერი. ამიტომ ძალიან ნერვიული ფონი აქვს, სტრესი, ნერვიულობა, უფულობა, ასოზე აქვს ყველაფერი. ამიტომ ელოდეთ ახალი ცხოვრების დაწყებას, ეს ქურუმი ქალია, ქურუმი ადამიანია, რომელსაც გადაშლილი აქვს თავისი ცხოვრების წიგნი, ახალი ფურცლიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მოგონებებში ეს თქვენი პარტნიორი, ნუ რა ვქნათ, ნუ რა ვქნათ, მეგობრებო, მეგობრებო, ახალი ცხოვრება, ახალი ფურცლიდან, ახალი ეტაპი და ნერვიულობს, ძალიან ნერვიულობს. ეშინია კიდევ რომ რაიმე წინ დაუხედავი ნაბიჯები არ გადმოდგას თქვენს მიმართ ამ ადამიანმა. ესეც გაითვალისწინეთ. თუ კი ნაბიჯებს არ დგამს ისე, თქვენ როგორც გინდათ, აი უცებ ესე აქამდე გადმოდგამს, მაგრამ შიში მაინც ექნება მეგობრებო. იცოდეთ რომ მაინც შიში და ნერვიული ფონი ექნება ამ ადამიანს, იმიტომ რომ რაიმე არასწორი რო არ გააკეთოს, ამის შიში აქვს. აბატონო, ელოდეთ ამ ადამიანიდან სიყვარულს. სიყვარული აქვს, მაგრამ გამომჟღავნება არ აქვს ამ ადამიანს მეგობრებო, მაგრამ ნუ რაღაცნაირად მაინც იგრძნობთ, ასეა თუ ისეა მისგან ამ ყველაფერს, ასე რომ კი ძალიან ისეთი ლაივი გამოვიდა დღეს, ძალიან მომწონს. ზოგადად მე ყოველთვის მომწონს, თავს არ ვიქებ, მაგრამ ნუ მომწონს კი, ჩემი ლაივებით ყოველთვის
შიშის გამოლოცვა არ იცით? არ ვიცი, მეგობრებო, გამოლოცვები, არ ვიცი, ესეთი რაიმეები. ეს თქვენაც შეგიძლიათ გააკეთოთ, უბრალოდ ილოცეთ, მეგობრებო, ილოცეთ. თქვენი ურთიერთობა არის პაუზაზე, მეგობრებო. პაუზა. ხო, ძალა მოგემატებათ. აი, თქვენი სტაბილურობა. მეგობრებო. თქვენ გაქვთ ძალა, თქვენ ყველაფრის ძალა გაქვთ, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ, ჩემო ძვირფასებო, სექტემბერი იქნება ძალიან ხვავრიელი, ხვავიანი და ბარაქიანი, თქვენი სტაბილურობის ამის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო ყველაფრის მკურნალია, უბრალოდ არავისთან არაფერი არ თქვათ, არა მარტო სექტემბერში, ზოგადად არასოდეს არავისთან არაფერი არ უნდა თქვათ წინასწარ, ან რის ყიდვას აპირებთ, ან სადმე წასვლას აპირებთ. თქვენც იცით, რომ არავისთან არაფერი არ უნდა თქვათ, მეგობრებო. თქვენ იცით ეს არის წინასწარ მეტყველი ადამიანი, თქვენ ხართ, თქვენ უკვე გამომუშავებული გაქვთ ეს წინასწარ მეტყველური ნიჭი, ასე რომ თქვენს შეგრძნებებს დაუკვირდით, თქვენს აი რასაც გიგრძნობთ გული, აი თუ კი რაიმე გინდათ, მეგობრები, ხო, უყურეთ რა ხდება. აი, როდესაც რაღაცას დააპირებთ, ან როდესაც გიგრძნობთ გული, აი თუ კი რაიმე გინდათ, მეგობრები, ხო, უყურეთ რა ხდება. აი, როდესაც რაღაცას დააპირებთ, ან როდესაც რაღაც ხო, აი თქვენ გულს მოусმინეთ, რას გეუბნებათ, აი რისი შეგრძნება გაქვთ. აი უცებ თქვენ თუ ჩაუღრმავდებით ამ ყველაფერს, თქვენ მიხვდებით თქვენი გულის პასუხს, თქვენი კითხვის პასუხს თქვენშივე იპოვით, მეგობრებო. ხო. დაუფიქრდით, დაუკვირდით გულის კარნახს, რას გეუბნებათ გული. გონებაც უნდა გქონდეთ, მაგრამ ჩართული, მაგრამ გული თქვენ წინასწარ მეტყველური ნიჭი მაინც გულიდან მოდის, მეგობრებო. უცებ რასაც გიგრძნობთ გული, აი ზუსტად ისაა, მეგობრებო, სწორი პასუხი. რა და როგორ გააკეთოთ, ვის უნდა ეინდოთ, ვინ როგორი თვალით გიყურებთ, ერთს რო შეხედავთ უცებ ადამიანს, მეგობრებო, აი უცებ მიხვდებით ყველაფერს. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. ესეთი იქნება სექტემბერი. სექტემბერი იქნება ძალიან წარმატებული თვე, ძალიან ბევრის მთქმელი და მომტანი. ასე რომ ამის არ შეგეშინდეთ, უკვე თქვენ გამოსულები ხართ ამ ყველაფრიდან, თქვენ ნებისმიერ პრობლემას გადალახავთ, დაბრკოლებას გადალახავთ, თქვენთვის უკვე დაბრკოლებები არაფერია იმასთან, რაც ადრე გქონდათ, შიში თუ გქონდათ, ვაიმე ამას როგორ გავაკეთებ, ეს თქვენ აღარ გაქვთ. ასე რომ არაფრის აღარ შეგეშინდეთ. ჩემო მეგობრებო, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ ყველას, ბედნიერი დღის გათენება, ხვალინდელი დღის დასაწყისი, პირველი და ათვლა დაწყებულია უკვე, ასე რომ გეოდებით კომენტარებში, ვისთან როგორ რეზონირდება, აუცილებლად დამიწერეთ შემდეგ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გესაჭიროებათ, მეგობრებო, როგორც თქვენ გინდათ, არა, როგორც თქვენთვის უკეთესია, ეს უფრო იცის სამყარო, ასე რომ მივანდოთ უფალს და სამყაროს ყველაფერი და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მე კიდევ გემშვიდობებით, აბა დროებით.